აუ მე თუ სამ დამსუსხა. მე ხო გითხარ აქეთ იბანავე მეთქი. სეზონია მედუზებისთან. ომერიკო კრემი მომაწოდი რა სტაფილოს ფერი. კრემი აღარ არის. თევზებს ვაჭამი. რა თევზებს აჭამი? ჩემი 18 ლარიანი კრემი. ვერ არის ეს რა. სიმინდი, კუკურუზა. სიმინდის ქალი მოდით. სიმინდი. აქეთ მრაღირს 5 ლარი 1 წალი და 3 წელს მოგცემ 12 ლარში. 10 ლარი და წავიღებ. თან მარილი დაგეზოგება, ჩემი მაგ წამოღებული სალფეტკით. მომეწოდი აბა სიმინდი. ომერიკო მარილის ლეწა იღე. თევზებს ვაჭამი. და სულ გამოეცალა ტვინი ამბობს. ბიჭო, იმდენი მარილია ამ ზღვაში, მაგეთ გაჭმევენ თევზები, კაცო. დავჭით ახლა ასე უმარილოთ. რეფის გიმოარა აქ სიმინდს, რა შტერი ბავშვია რა. უმარილო სიმინდს აქვს წხოვჭამდი. საწავიდე. ომარიკო, გამოდი აქეთ ერთი შენი ჭირიმენ უიხრუკები მაგ მზეზე რა. რა გემრიელად ჭამ შენ მაქსიმინს? კაია უმარილოთ. არ არის უმარილო, ზღვაში ამოვავლე და ახლა მარილიანია. უმეწამლება ეს. ბავშვი შემოყვანა მინდა ფეხბურთზე და მოვედით ახლა რომ რაღაცა მწვრთნელებს გავესაუბრო პირობებზე. ეს არის ჩემი ბიჭი, ქუდიანი. ხო, ჩვენც ახლები ვართ, 2013-იანი არის ჩემი, ლაზარე. ხო, თან აქვე ვცხოვრობთ სანზონაში და რომ ვნახე ამათი პოსტი, რომ რაღაც ახალი ბავშვების მიღებას ვიწყებთო, მეთქე მივიდეთ, ვნახოთ. ხო, ჩემი 2013-იანია და რაღაც აშკარად ვერ ხარჯავს ხოლმე ენერგიას და მინდა რომ დაკავდეს რაღაცით, ხო. და ბესხვარ არის დამწვრთნელი. აი მე რაღაცა არ მომივიდა ახლა თვალში ეს კაცი. იქ ჩემი მეუღლია ქალბატონო გველოდება. ლაზარი წამოდი დედა. ომარიკო მოდი აქეთ. გამოვა ახლა მასწავლებელი და ვანახო ერთი შენი თავი. აჩვენე ბეჭები. შეხეთე სულ გაოპლიანებულა. რა გაფრთხილე მე შენ. აუ ფეხბურთზე შეგყავართ, ახაც გავოპლიანდი. კარებში უთხოვდით ბურთს ბავშვები. გამარჯობა ქალბატონო, თქვენ გინდათ ბავშვის შემოყვანა, ხო? დიახ, დიახ. ომარიკო მოდი აქეთ. აბა რომელია ქალბატონო თქვენი შვილი დამანა? აი ეს ეხლა რო დაეცა. ხო, ეხლა გეტყვით რაშია საქმე. ვაით ეხლა ცოტა ხნის წინ რომ დედა სანზონერ 18-ში შემიყვანეო. თან თავის მეგობარი დადის აქ. ხო, ერთი 3 წელია და ვივლიან ესენიც ერთად. დიახ, დიახ, გასაგებია და აი რა უნარები აქვს ბავშვს, ანადრე თუ დადიოდა სადმე? კი, დავდიოდი ინგლისურზე და კიდე მათემატიკაზე. ოღონდ 4 თვე. მე გადასახადს ვეღარ ვიხდიდი და გამომიყვანა დიახშემა. ხო, რა ვიცი, ახლა უნარები სირბილი უყვარს. ეს დადიოდა, ერთი წელი დადიოდა ფეხბურთზე, მაგრამ ვით აღარ მოეწონა მერე. ხო და ვეღარ ვიხდიდი გადასახადს და მაგითო გამოვედი. გადიო. ხო და თქვენი გუნდი გვაწყობს. თან აგერ ყოფილა ღრმაღელის მეტროდან 5 წუთში და მარტო ცარებილის ბავშვი. მოკლედ, ჩაგწერთ, ნენელა ვიაროთ, შევხედოთ, სად უფრო ითამაშებს კარგად, თავდასხმაში, დაცვაში, მეკარეთ და აი მე ოღონდ მეკარე არა, ძალიან გთხოვთ რა. და რატო ქალბატონო? რა ვიცი, რაღაც მეშინია. აი მე რაღა მაინც ეს დააყენეს კარებში. ომარიკო მიდი ეგ პენალტი უნდა აიღო. დათმა აიღო. ლაზარე გაუტანდა აბა ამას გოლს ლაზარე. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. ლაზარი წამოდი. ომარიკო მიდი ერთხელ შკიტრი დაიჭირე და მეორე ლიმონადი. აი ეგრე კაია. აი მე ძალიან კაი ქორწილია, მაგრამ რა გინდა ეს მუსიკოსები არიან უარგისები. რა ვიცი, მივედი მეთქი მუსიკა შევუკვეთავ თქო. პულსაც ვაძლევდი. ვერ დავუკრავთ ქალბატონო. ინგა სამლარსაც დებდი და ვინ დაუკრავდა? რა ვიცი, სამლარად მცხეთამდე ჩამომიყვანა, აგერ გდანიდან ტაქსიმ და ამათ მუსიკა უნდა დაეკრათ. რა სამლარად? 3 კი არა, 23 უნდა მიგეცა. ხო გითხარით, რომ ეს ტაქსისტი ჩვენ გვაგინებს მეთქი, რომ არ დამიჯერით. ინგა წამოდი რა ვიცი, ეკოთ ისე მიყვარს. წამო. ვაიმე, ბარა ლალიკო გაერთე მიდი შენ, უჩემოთ. ხო. ამ დახეთქილი ფუსლები და რა უნდა იწოყოს გამაგებინა. აუ წამო რა ინგა ვიცი, ეკოთ კინტაურია ჩართული. მიდი. შევწყვი ჩემი სიკუთილი და გააღემითი კანები. ინგა ასეთ რატო მოხვიდეთ, რა მოხდა? ჯანდაბა მოხდა. რა ვიცი, კინტაური ჩაირთო გოგო და იქ ატეხეს მე გოგოებმა, აბა ინგავჭი ქაუნდა აიღო ეტაკიდანო და რა ვიცი, მეც რო ავყები გადავიხარე და ფრეწო რო დაიძახა ამ შარვალმა გამომებთუნა ყველაფერი. ძალიან ჩახეულია უყურე. აი მე კორწილის ვიდეოში არ ჩამისვანე კადრი.
არჩასვამენ მოგეშენია, მიდდა გამოგივლი მერე. ანასტასიევიჩი უხარ გადაგიღია. მაჩვენი მერე. ეს ქუდი მიყიდე რა ძალიან მომწონს. გაჩერდი ხლა არ არის მაგისტრო. გამარჯობათ, ჯინსი მინდა ბავშვისთვის, მოდელები რომ აჩვენოთ და ფერები თუ შეიძლება. მოდი შემოგარგო, ჯინსების მეტია მაქვს. აგერ ორინა სამი არჩიეთ. მარიკო განები ამათ თავი წაუსახაჭაპურიანი ხელები. მიყავს გავივლით ჩვენ მადლობა. რატო ქალბატონო რა არ მოგიწონათ? ფასია მიუღებელი. კი, მაგრამ ფასი არც მი. კარგი ერთჩენი ჭირი მე რა. მოიც საათია დავდივარ და არაფერი გვიყიდია. წამოაი აქ შედი, მანეკენს რომ მოკლეკაბააცვია. გამარჯობათ. მოდი ბიჭო, დაათვალიერე თუ მოგწონს რამე. და რა კაი რაღაცეებია. აი მე ეს მოდელი რა ღირს? იგასი დაიკუმარე შენ 90-ში წაიღი. დაიკო თორეებს ეთქა გადაყოლილი ჩემზე. რა საკეთებო მარიკო? არაფერი მანეკენს უყურებდი. ეგ ავიღოთ მომწონს. მიდი აბა გაისინჯე. ეს არა მარჯვენა მომეცი, მარცხენაზე გახეული ნასკი მაცვია. და 2-3 წელი წინ დაწმინდა თუ შეიძლება. უყურე შეიძლება დაიკო აგერარიო 5-ლარიანი, 3-ლარიანი, 2-ლარიანი. აი ეს 2-ლარიანები მე მგონი რომ საუკეთესოა. აუ რა 2-ლარიანი? ეგეთი რომ მაცვია იმიტომ აგახეული. კაი ხო უფრო ხარისხენებს ავიღებ. 3-ლარიანები მომეცით 3 წუთი. მე მგონი კაია ეს აბა შეხედი. წინ ნახე თითი, სანამდე გაქვს წასული. ო, კაია. მოკლედ ავიღებთ ამას. 90 მითხარით ხო ფასი? თქვენ განვადება არ გაქვთ ხო? არა დაიკურა განვადება 80 მომიცი თუ იგრია საქმე. ძალიან დიდი მადლობა, აი ინებეთ. მანახებაო მარიკო ეგ შარვალი როგორ კარგად არის? კარგად, მაგ გძელია ცოტა, მაგრამ არა უშავს. თან ყველაზე იაფიანია რაც ნახეთ. რა იაფიო მარიკო 70 ლარი იაფია. არა უშავს გავიჭიროთ და ვიყიდით როგორმე. თქვენ განვადება არ გაქვთ ხო? ძლებს გავწმინდე ეს მანქანა რა. რასაც ჭამენ ეჭიდები შემანქანაზე ინელებენ მე მგონი სულ ყველა. ო, როგორ უვლის და ევლება თავს თავის მანქანას, არავინ მოგპაროს. პრივეტ მადო რა ვახარ. ვირა უნდა მომპაროს როგორ ამობანში ხვალწიე ჰაერში. გავაკრიალე ხო, აი უყურე. ო მარიკოს ხონდა ჩაპნეული ზერატოსები საერთოდ დაუდგრიფეს სულ. კიდე ვინახე შენი ბიჭი თამაშობდა იქით სტადიონთან დარბოდნენ ბავშვები. დედა რაღაცას უთავი გოგო დაანებე თავი. უი დედა. შეხედე კიდე ყრია ზელატოსები პედლებთან რა. ო მარიკო რატო ჩამიყარე ესენი შიგნით მანქანაში? სადგარბი ხარ. გორგანანო ექსტრიბილი ნახავ რა. კი კაია შენთან ლაპარაკი ჩემოინგა, მაგრამ წავედი გოგო ბავშვი მყავს მიტოვებული კალიასკით სტადიონზე. მიდი მადო აბა შენიცი. ესეც თუ ძიძა რა, მიაგდო ბავშვი სტადიონზე. ო მარიკო რა არის მეთქი ეს გეკითხები? უყურე რა. ინგა სახლისკენ ხوار მოდიხარ. შეხედე გოგო როგორი თხრილი ვიყიდე იმერელი ქალისგან. დედა რა თხრილი იყიდე გოგო? თხილი, ჭურჭხელებისთვის რო გინდოდა. წამოვალ ხო აგატანინებთ მაგასაც. გავაკრიალე გოგო მანქანას, თუ ესენი ქონდა ჩაფნეული ო მარიკოს. მალე ამოდი შენ. მოგიბლი. ბავშვებო მოდით. აი ეს აიდეა ჩემის მანქანა რო გეუბნეოდით. ღია არ დატოვებული. მოდი ჩავსხდით. სიკვდილი ჩაკეტვა როგორ დამავიწყდა რამე ხო არა მაცალეს მანქანა. რა არის ეს? დედა სუზალატოსებია ისე ჩაპნეული. ანასტასია, ხო სახში ეგ ვაჟბატონი. არ გაუშვა არსად, რო ამოვალ დავაკლაზეთ რა. რა ვიდეოს გადაიღებ კაცო ვერ ახარ შენ რა. ძე შეხედე მთვრალი კაცი ამოვიდა. დელია რა ნინანი. საუბრობ არ აღერს. 1 ლარი. დიდი მადლობა ქალბატონო. რას გამოველაპარაკე მაგარი ვარ მეც რა. ძე შეხედე როგორ კოჭაობს ბარათი ვერ დაუმიზნა რომ გადაიხადოს. დიდ რასუნია მოიტანა. ფანჯრები გამოაღეთ რა. აქ მოსვლა არის სასჯელი. სკას დიაქშინო დაჭდებით ქალბატონო. თქვენ სახელი? როზა. ქალბატონო როზა. ვარდივით ქალებძანდებით და ქარმა ფურცლები არ გაგაყრებინოთ. დიოღომში შენ მიდიხარ ხო პატარა ბიჭი? ეს მშვენიერი ქალბატონი. რა იყო ქალბატონი რამ გაგაბრაზად? ვარდივით ქალებძანდებით და თქვენც არ გაყაროთ ფურცლების შემთხვევით. გამეცალე ხა ერთ შენი ჭირი მე რა.
ფურცლები არ ვიცი და კბილებს ნამდვილად გაყრე ჩათასთან მოვკიდე ხელი ეხლა. გამარჯობა ქალბატონო, რა მოხდა ადგილზე რომ გითხრათ? რა მოხდა ჩემო კარგო და იმ თვალა მამაკაცმა შეაწუხა ეს ლურჯიანი ქალბატონი ამანაც რო ვეღარ მოიტყინე შემოარტყა ჩანთა საყიში. გაყარე იმ საწოდავ კბილები და გვისაგერ ეხლა მეიზოვი. აი კიდე ერთი ცალი, აი ის ხარიჭი კბილი. მე სტომატოლოგი ვარ და ვერ ყვევი. ანასტასია მეტროსთან მომაკითხე რა პოლიციამ დაიჭირა დედა. შედოდა ვიღაც კაც კბილები გადმოაყრევინა. აი მე პოლიციამ გამაჩერა რა, ახლა გადავრჩებოდენ ნეტა რა დავარღვიე. დედა რა დაარღვიე, მაგიტო ხარ გადაჩერა. წადი რო ჭამე გუშინ საღამოს. აი მე ჯუმათ იყავი ახლა. წითელზე ხარ გავიარე ნეტა. გამარჯობა, ოფიცერი კვირიკაშვილი, თქვენი საბუთები თუ შეიძლება. ეხლავე. აი ინებეთ რა დავარღვიე თუ ნებას მომცემთ რომ ვიკითხო. რა არა ქალბატონო, რაები. წითელზე ხო გაიარეთ თავიდან, ორმაგი ღერძულა ხო გადაკვეთეთ და ზოლიდან ზოლში გადასვლას ციმციმას არ თავდით. და კიდე ზებრაზე ყავდა წეღან დაპარკინგებული მანქანა უკანა ფთიაქთან. გეტყვით ახლა რატო ვიყავით აფთიაქში? ჩემი შვილი ეს მიმყავს ექიმთან სასწრაფოდ რაღაცა გულის წასვლები დაჩემდა ბავშვს. გულის წასვლები მეთქი. ვაიმე, აი კიდე წაუვიდა. გული რანაირად წაუვიდა ქალბატონო, მაგრამ რაღაცას ჭამს, აი დააკვირდით, ღეჭავს კიდეც. აი კი არ დამირტყამს, ასე ვაფხიზლებ ხოლმე გული რომ ისდის. კარგით, დავბრუნდები ახლავე. ამერიდან დაბზანდები ხოლმე უკან. წინ დაჭდომას ვეღარ ეხირსები შენ. აუ რა კინდა, მე რო რამე დამეშავებინა, შეკე გაგაჩერებდა პოლიცია. აი ეს თქვენი საბუთები. რა ხდება აქ? ქალბატონო, ბავშვს რატო ურტყავთ? ვაიმე, კი არ ურტყავ, ზელატოსი გადაცდა ბავშვს. ამოისუნთქე? ხო, შენი ბრალია რო გადამცა, რო დამემუქრელა მის გავიკუტე. ინგამ რა ფოტო დამიპოსტა, ნახით? სქრინავ ჩემ ფოტოებს და პირდაპირდებს Facebook-ზე. ზემოთ აწერია საათი, Wi-Fi-ის ნიშანი და ბატარეა. აუ რა მიახალდი თქვი ძალიან გთხოვ, რა დედაჩემ ისტორი ხო ნახეთ გუშინ. ჩვენი მე-7 კლასის ვარჯიშის ექსკურსიის სურათი რო დადო, რას გავდით. აუ მაგ ფოტოში ყველაზე მაგარი იცით რა იყო? გიორგი წიგნაძე და უქრაშვილი რო გამოქვაბულიდან იყურებიან, მაშინ ეთყობა და რა პირველყოფილიც იყო. აუ მაგაზე მე თავის დროზე ვაყარდავ, რა რეძო და ზინასავით იყურებდი გამოქვაბულიდან მეთქი. თუ რა ქვიეთ მაგათ? სიზვა და მზია. ინგა ტელეფონი გაგდასატენი იცი? სედენა წაშალი ხლიქ ფოტო რო დაპოსტი. იმიტომ რომ ერთ წამზე საათი მაწერია და მეორეზე ბატარიის პროცენტი. აუ ვიცი და ჩემს შეგეთ ფოტო დავუპოსტო, ძალიან მაინტერესებს რა რეაქცია ექნება. დაახლოებით იგივე რაც მაშინ ქონდა ისტორიაში როზდაური ქულა იღე ეროვნულზე. აუ ხო, მაშინ ძალიან გაგიშდა, რაც კი ჭიქები ქონდა სახში სულ დალეწა. იგიც მახსოვს, მეორე დღეს თებშებით ავსვავდით ციუყავას. აი ხო ყველაფერი გაგები, მაგრამ დედაჩემს ეგეთი რეაქცია არასოდეს არაფერზე ქონია. აი მართლა. Queen of Lies. რასაჭიროა ტყული ვერ ხვდები. სიგარეტს რო წევდი დეგამბავი დედაშე მეპილაციის ქალისგან გაიგო არ გახსოვს? ქალბატონო თქვენ შვილს გაყუთლებული ულაშები აქვს რო უთხრა. აუ მე მეგონი ეგ ისტორია აღარ გახსოვდა. 15 წელს ვიყავი მაშინ. კრებიც მაგ დროს შევიჭერი, გახსოვთ, კარე რომ მქონდა. თმა კი არ შეიჭერი, თმა შეგრჩა. დედაშენ მორ სიგარეტის ამბავზე გიწე რა თმა შეგრჩა თავზე იმას დაარქვი კარე. აუ კარეზე გამახსენდა. მამარდაშვილი რა მეკარეა? აუ ხო ეხლა შევხვდა მაგის ვიდეო. ეს რა არის? ინგამ კიდე ფოტო დამიპოსტა. ერთი წლის რო ვარ და ტაშში რომ აბანავებენ.